თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად თბილისში არსებული სკვერების მდგომარეობა განიხილეს. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, დედაქალაქის მერია 4 ბაღის რეაბილიტაციას დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში სკვერებში დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ახალი სკამები, ელექტროგანათებები და გასართობი კუთხეები შეცვლის. ინიციატივა წყალსადენებისა და ბორდიულების შეკეთებასაც ითვალისწინებს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, პარკების რეაბილიტაცია თბილისის მასშტაბით 2015 წლის 1 მაისამდე დასრულდება. ეს 4 პროექტი, რომელიც ჩვენ ავარჩიეთ, რომლის განხორციელებასაც დავიწყეთ ალბათ უკვე ჩვენ სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოდან, მოიცავს რამოდენიმე კომპონენტს, აქაც არის როგორც კეთილმოწყობით, ტროტუარების, ბორდიურების მოწყობა. ის სამუშაოები, რომელიც ამ შემოდგომით მოესწრება დენდროლოგიური თვალსაზრისით, რომ დაუშვათ დარგონ და ასე შემდეგ, თუ შესაძლებელი იქნება და მოესწრება თუ არა, ესე იგი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება გვიან შემოდგომით და ადრე გაზაფხულზე. არის სამუშაოები, რომლის წარმოება შეიძლება ზამთრის განმავლობაშიც და შემდგომ უკვე დაიწყება გაზაფხულზე მარტის თვიდან ის დარგვები, რაც იქ გასაკეთებელია პროექტის მიხედვით და 1 მაისისთვის უნდა წარმოადგინონ უკვე დასრულებული სახით.